უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია. ვლადიმერ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკის ამორჩევლის 73%-მა დაუჭირა მხარი. პეტრო პოროშენკოს კი მხოლოდ 24%-მა. მეგატივი პოლიტიკური პარტიების შეხედულებებით დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ უკვე მოქმედ პრეზიდენტს ზელენსკის და მათი აზრით ახალი პრეზიდენტი რამდენად იქონიებს გავლენას საქართველოს უკრაინის პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ქუთაისის ორგანიზაციის გირჩის თავმჯდომარე თემურ ცამცეშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა და არჩევნებში დემოკრატიამ დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველ რიგში მოულოდნელი აქ არაფერი არ იყო ზელენსკის გამარჯვებაში და მოხდა იმ ფაქტის დამტკიცება, რა ფაქტის წინაშეც უკრაინა ამ წლების განმავლობაში იდგა. ის მოლოდინი, რაც უკრაინელ ხალხს ჰქონდა, პოროშენკომ ის მოლოდინი ვერ გაამართლა და მთავარი მაინც აქ არის ის, რომ უკრაინულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა ამ არჩევნების შემდეგ და მთავარი ის არის, რომ მშვიდობიანად ჩატარდა ეს არჩევნები. მოვიდა პოროშენკოს წასვლის დრო და კარგია, რომ ეს დემოკრატიულად არჩევნების გზით მოხდა, ისევე როგორც მოვა ზელენსკის წასვლის დრო და დარწმუნებული ვარ, ისიც დემოკრატიულად და მშვიდად ატოვებს ამპოს. ეხლა ძალიან რთული არ ვივარაუდოთ რასიზამ ზელენსკი როგორი პრეზიდენტი იქნება და რეალურად დამთავრდება თუ არა უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა, ამას წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის და პირადად მეგონია რომ ადრევი ამაზე საუბარი. რაც შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად უკრაინის წარმატებები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ და უკრაინა ვითვლებით ისეთ პარტნიორ ქვეყნებად, რომელსაც ერთი მტერი ყავს და ეს არის რუსეთი და ეს ბრძოლის ხაზი, რომელსაც ჩვენ ვიძახით უკრაინასთან ერთად საქართველოშიც გადის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ბესიკ ბრეგაძის თქმით, უკრაინას და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით საერთო ბევრი აქვთ. ის ფაქტი, რომ უკრაინაში ოლიგარქის რეჟიმი დამარცხდა, მაგალითი უნდა იყოს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, რათა მათაც მალე უთხრან უარი ოლიგარქიულ მმართველობას. უპრეცედენტო ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ უკრაინისთვის და რა თქმა უნდა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენს და უკრაინას შორის ძალიან ბევრი პარალელების გავლება შეიძლება როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით და შესაძლებელია ითქვას, რომ ის რაც უკრაინაში დღეს მიმდინარეობს და რასაც ქვია ოლიგარქიის მმართველობის დასრულება უკრაინაში სავარაუდოდ და დიდი ალბათობით საქართველოშიც განმეორდება ოლიგარქები ქვეყანას არ უნდა მართავდნენ და ხალხი არის ბრძენი და ხალხის ის პროცენტული რაოდენობა რაც დაფიქსირდა კიდევ მეტყველებს იმაზე რომ არის ჭეშმარიტად სწორი გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში ალბათ მთელი სოფლიო დარწმუნდება იმაში თუ რაოდენ სწორი და ბრძენი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინელმა ხალხმა. მე იმედი მაქვს რომ საქართველოშიც ანალოგიური გამეორდება, ხოლო რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მსგავსებებს და ესე ვთქვათ ჩვენსთვის დადებით კონტექსტში რა მიმართულებით შეიძლება ეს ყველაფერი განვიხილოთ, ისევე როგორც უკრაინას ჩვენს მეზობელ რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და როგორც ევროპა ასევე დასავლეთი და ასევე ამერიკაც ერთნაირად უყურებს ამ საკითხებს, ერთ ჭრილში უყურებს საქართველოს და უკრაინას სანქციებიდან დაწყებული ყველა იმ მიმართულებით და იმ წინადადებით, რასაც აყენებენ ზოგადად სოფლიოში, აუცილებლად მოახდენს საქართველოზე ზეგავლენას რა. პოლიტიკოსებისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს. მათი თქმით, ზელენსკის გამარჯვება არსებითად ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ის უბრალოდ სახეა. მის უკან კი ამ შემთხვევაშიც ოლიგარქების გარკვეული ჯგუფი დგას. ზელენსკის კი არ გაუმარჯვნია. იქ დიდი ოლიგარქი უდგას უკან. ვინც არის ერთი ესე. აი იმ ოლიგარქმა გაიმარჯვა ახლა. ზელენსკი არის გამარჯვებელი. ზელენსკი შირმაა ეს. რა ვიცი, ჩვენ თავს უნდა დავეხმაროთ ჩვენ, არავინ ჩვენი დამხმარებელი არ არის ამ ქვეყანაში. არ მგონია მანდ არის თამაშები. პოლიცებს იმღლა თამაშები ზელენსკი არის კოლომეისკის კაცი. ნუ უკრაინას არ გაუმართლა, ეს არის პოლიტიკურად გამოუცდელი და ფაქტიურად იქნება როგორ ითქვა, პაიგე იქნება რა პოლიტიკურ თამაშებში და პოლიცებს იმღლა თამაშები როგორც გითხარით. და უბრალოდ ადამიანი მაგაზე პასუხს ვერ გაგცემს. ეგ არის სოფლიო პოლიტიკა თამაშობს. ჩვენთვის უბრალოდ მომაკვდავისათვის ეს გაუგებარია რა ხდება რა.
ძალიან რთული ის გაიარეს მაგათ ესე იგი წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენ ვნახეთ დებატების სტადიონზე ასეთი დონის დებატები არ მომისმენია ეს უნდა დამკვიდრდეს ჩვენ ცხოვრებაში სხვათა შორის ეს არაა ცუდი როდესაც მე მომეწონა როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ გადაკოცეს ერთმანეთს და ერთმანეთს ძალიან კეთილი განწყობილი და ძალიან კორექტულები იყვნენ ეს პრეზიდენტი ეს არის ძალიან მისაღები რაც შეეხება მოსახლეობის დიდი ნაწილმა დაუჭირა მხარი ეს როგორც ჩანს უკრაინის მოსახლეობა ამ პიროვნებაში ჩანს ხედავს პერსპექტივას უკრაინის განვითარების ეს ყველაზე მთავარია თუ განვითარება მართლაც მოხდა და ზელენსკიმ გაგაწაიყენა ქვეყანა ჩავთვლი რომ საზოგადოება უკრაინის სწორად მსჯელობს მაგრამ შედეგები როგორი იქნება ძალიან ძლიერი განსაჭრელია ნებისმიერი პოლიტიკოსი არა რა თქმა უნდა მაგრამ ცულია ძალიან დაინახო ადამიანებმა ეს კარგი იქნება უკრაინის სოციალისტების მომენტი თუ ცუდია ეს არის დამოკიდებული იმაზე საზოგადოება რას ფიქრობს საზოგადოება ასე დაინახა ზელენსკი რომ ეს არის უკრაინის მომავლისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება მოსახლეობის აქტივობამ 62% შეადგინა. პეტრო პოროშენკომ ძირითადად საზღვარგარეთ და უკრაინის დასავლეთ ოლქებში გაიმარჯვა. საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 აპრილს გამოაქვეყნებს.